მოგესალმებით. მე ვარ ანა კვანტრიშვილი, ჩემს გვერდზე იმყოფებით, ვარ ფსიქოლოგი და მაქვს ლაივ ჩართვა ერთ საინტერესო თემაზე. სანამ დავიწყებდე ჩვენი თემის განხილვას, მინდა გთხოვოთ, რომ ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ვინც მიყურებს, ასე ვთქვათ, ჩემი მაყურებელია, დაახლოებით 30-40%-ს ისე მიყურებს, რომ არ აქვს გამოწერილი ჩემი გვერდი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თქვენთვის ეს არაფერი არ არის, ჩემთვის კი ბევრი რამეა, რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი. გაინტერესებთ განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფებით. ალბათ ეს ყველას აინტერესებს, რა თქმა უნდა, შედარებით პირობითია ეს დაყოფა, მაგრამ ისეთი მოდელია ეს, ახლა მე რაზეც უნდა მოგიყვეთ, რაც მიესადაგება ჩვენ საზოგადოებას რა, ადამიანებს ეს მიესადაგებათ საკმაოდ კარგად და ადეკვატურად. ამიტომ გამოგადგებათ ნამდვილად ამ ინფორმაციის მიღება და მოგესალმებით ანა, ამ ინფორმაციის მიღება და თქვენ თავზე დაფიქრება და ერთგვარი ანალიზი. ესე იგი, განვითარების საფეხურს მე ვგულისხმობ ცნობიერების, გონების, ცნობიერების, განვითარების საფეხურები, ხო? დონეები. და რა თქმა უნდა, ჩვენი ცნობიერების განვითარებას მიყვება ჩვენი ცხოვრებაც და შესაბამისად ისეთი ცხოვრებაც გვაქვს, როგორ რადაც არის ჩვენი გონება განვითარებული, ასე ვთქვათ, როგორცაც ვართ განვითარებული ადამიანები, ხო? როგორც ვხედავ, შემომიერთდით, მე რა თქმა უნდა, ცოტა ადრე დავიწყე დღესაც ჩართვა, მაგრამ ესეც არაუშავს, ხო? მოკლედ. გადავიდეთ და ხო, რა მინდა სანამ დავიწყებდე აი ამ განვითარების დონეებზე საუბარს, მინდა ვთქვა, რომ აი როდესაც ჩემთან მოდის პაციენტი, კლიენტი, ხო? აი რომელიღაცა დონიდან მოდის, ხო? აი რომელიღაცა განვითარების საფეხურზე არის გაჭედილი, ან არც არის გაჭედილი, კარგად არის უკეთებული ამ განვითარების დონეზე, მოდის და აი შესაბამისი აზროვნებით, შესაბამისი სურვილებით, კითხვებით და მიზნებით მესაუბრება, ასე რომ ვთქვათ და აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელ საფეხურზე დგას ადამიანი, იქიდან გამომდინარე შესაძლებელია ქონდეს მას პრობლემები და იქიდან გამომდინარე შეიძლება აწუხებდეს რაიმე, ასე ვთქვათ რა. მოკლედ, რომ დავიწყოთ, რა თქმა უნდა, თუ დავაკვირდებით, ასე ვთქვათ, ჩვენ ცხოვრებას, პირველი დავიწყოთ. სხვა ვთქვათ, ნულოვანი დონეც არის, მაგრამ ამას არ ვეხები ახლა. მარიამ გამარჯობა. ვიწყებ პირველი დონით და ნახეთ ახლა რა არის. გვაქვს ადრეული ბავშვობა, რომელიც 6 წლამდე არის, დაახლოებით 6-7 წლამდე. ძალიან გამარჯობა ანა და რა ძალიან მიხარია სულ თქვენი დანახვაო. მადლობა, რომ ჩემი დანახვა გიხარიათ, სასიამოვნოა. ახლა რა ხდება, ხო? გვაქვს ადრეული ბავშვობა, ვიცით რომ ადრეული ბავშვობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა არის, ხო? და აი ამ ადრეულ ბავშვობაში ჩვენ გავდივართ რაღაც დონეებს, განვითარების საფეხურებს. ეხლა ამას არ ვეხებით, გადავდივართ დასრული ადამიანის განვითარებაზე. მაგრამ სანამ დასრულ ადამიანზე გადავალთ, ნახეთ, როდესაც მთავრდება ადრეული ბავშვობა, ასე ვთქვათ, იწყება ფაზა, რომელიც 8, 9, 10, 11, აი ამ ასაკებში არის. იწყება ფაზა, რომელიც არის ერთგვარი დამჯერობის ფაზა. ესე ეძახიან ხოლმე ფსიქოლოგიაში. დიდი ყურადღებით გისმენთ ხოლმე ომაკა, გამარჯობა. ესე იგი, ეს ფაზა არის დამჯერობის ფაზა. ხო, აი ბავშვი გადაინაცვლებს აქამდე თუ რაღაც პრეტენზიული იყო, ურჩი იყო, ჯიუტი იყო, მე ამტკიცებ და
შედის დამჯერობის ფაზაში, ხო? და როგორია ეს ფაზა? ბავშვი უჯერებს მშობლებს, შედარებით უფრო დამჯერი ხდება და ითვალისწინებს მათი კანონების და წესებისამებრ იქცევა, რადგან მისი ოჯახი, მისი დედმამა, აღმზრდელები, მისი ძალა ის ხვდება, რომ მას დაიცავს ოჯახი, ხო, დედა, მამა, თუ რამე გაუჭირდება, ის თავის ოჯახს მიაკითხავს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ეს არის მისი თანამდგომი ხალხი არიან. ამიტომ ეს დამჯერობითი ფაზას, რა თქმა უნდა, თავის სარგებელი აქვს, იმიტომ რომ შენი ოჯახი, შენი თანამდგომია და გვერდში გიდგება და ეს შენი ძალაა. ეხლა ნახეთ. ეს ფაზა ბავშვობის ფაზას აღწერს, მაგრამ ეს ფაზა შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ბავშვს და ჰქონდეს დასრულ ადამიანს. და ეს ფაზა გაგრძელდეს და ასე თქვა, წავიდეს და იყოს დასრული ადამიანისთვის. ანუ როდესაც დასრული ადამიანი თავის საგვარეულოს, თავის სახელმწიფოს, სადაც დაიბადა, ცხოვრობს, მოკლედ კანონების, წესების და თავისი ოჯახის დამჯერი კარგი ადამიანია, კარგი გოგო და ან კარგი ბიჭია, ხო? მაგალითად, ეხლა უყურეთ, აი რომლებიც ნახე, რასაც ეტყვის დედა, რასაც ეტყვის მამა, ამას ასრულებს. ძალიან გამოკვეთილია ხოლმე ეს მომენტი, ხო? არ ურჩობს, ურჩობა მასში არ არის, ხო? და ნახეთ, რა თქმა უნდა, ამის შედეგად იღებს შექებას, აღიარებას, რომ ის კარგი გოგოა, არ ეწინააღმდეგება მშობლებს, ოჯახს და ერთგვარად მათ სურვილებს მიყვება, აი როგორადაც შეიძლება არ უნდოდეს, მაინც მიყვება მათ სურვილებს. ეხლა ნახეთ, ბავშვობის ასაკში ეს გამართლებული ასაკია, ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ, სკოლაში დადიან, ამიტომ ესე უნდა იყოს. მაგრამ როდესაც დასრული ამ ფაზაშია, ეს პირველი საფეხურია და ეს უნდა იყოს ჩამოტოვებული, კარგა ხნის ჩამოტოვებული საფეხური ადამიანისთვის. მაგალითად, მოდიან ხოლმე ჩემთანაც, ძალიან აი თვალნათელი არის ეს მაგალითი. მოდიან ახალგაზრდა გოგონები, ბიჭები, შეიძლება უფრო გოგონები, მოდი ესე ვიტყვი, მაგრამ ბიჭებიც აი ამ ფაზაში მყოფი რა, აი ახალგაზრდები, მაგალითად 20-25 წლის, შეიძლება 30 წლის იყოს, შეიძლება 40 წლის იყოს, ხო? მაგრამ უფრო აი 20-25, 30, აი ასაკი შეიძლება ესე იყოს. ეს არიან ძალიან მოკრძალებული, კარგი გოგონები, კარგი გოგოები წყალებში, კარგი გოგოს კომპლექსი, ხო, გაგიგიათ, რომ ვიყო კარგი, ხო? რომლებიც დედას უჯერებენ, რასაც დედა ეტყვის, იმას აკეთებენ, ხო? დამჯერები არიან, არ გადადიან საზღვრებს, არ აკეთებენ რაღაც ისეთს, რაც არ მოეწონება მათ ოჯახს, რაც მისი საგვარეულოს წესებში არ შედის, მისი თემის, აი კოლექტიურ ამბებში არის მიუღებელი, ხო? პირიქით აკეთებს იმას, რასაც მისგან მოითხოვენ, ხო? და არის ძალიან დამჯერი, სწავლობს, პატიოსანი, კეთილი, კარგი, წყნარი. თუმცა, აი ასეთი ტიპის ადამიანებში მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ნევროზებია და ნევროზების გარეშე ეს ეტაპი არ არის, თუ ეს დასრულობაში წავიდა, ეს დონე, განვითარების ეს დონე, რადგან ადამიანს შინაგანი მე როგორც არ დამჯერი იყო, მაინც არსებობს, ის იქიდან უტევთ ამ ადამიანებს და მიდის მერე ბრძოლა და კონფლიქტი, ხო? და რა თქმა უნდა, ადამიანს თავისი ტვინი აქვს, თავისი გონება აქვს, თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი ცხოვრება, მაგრამ ამ ადამიანების ცხოვრებაში ეს არ ხდება, დამჯერი კარგი ადამიანი არის, ხო? ეს არის პირველი ფაზა, არ ვიცი. დააკვირდით, თუ ვინმე ამოიცანით თქვენი თავი, შეიძლება შინაგანი დისკომფორტის გრძნობთ ამის გამო ზოგჯერ, შეიძლება რაღაც გამოწვევები გინდათ, ხო?
რაღაცა, მაგრამ ვერ ბედავ, არ აკეთებ, იმიტომ რომ უხერხულობაა, იმიტომ რომ დაკარგავ შენი მშობლების თანადგომას, შენ ყოველთვის ეთანხმები შენს ახლობლებს, იმიტომ რომ ვთქვათ, მათ არ აწყენინო კეთილგანწყობა მოიპოვო, სარგებელი მიიღო, იმიტომ რომ ისინი შენ გფარველობენ, ძალას გაძლევენ, ხო? და რაღაც აი ერთად შეკრული ესე ვთქვათ, ტომი ხართ, აი ხალხი ხართ, ხო? და არ გინდა აქედან გამოსვლა. აი ამის დაკარგვა არ გინდა, ხო? ეს კარგია, კომფორტულია, წყნარად ხარ, მშვიდად ხარ. თუმცა შეიძლება არის შინაგანი ძვრები რაღაცეები. ეხლა აბა დაფიქრდით რა. თუ ვინმე შეიძლება ამ ფაზაში იყოს, ან დაფიქრდით როგორ გაიარეთ, თუ ეს ადრეულ ბავშვობაში გაიარეთ, ხო, 8-9 წლის არც გემახსოვრებათ, ხო, დიდად, მაგრამ თუ აი ცოტა ხნის წინ გაიარეთ, გემახსოვრებათ ეს ფაზა რა არის და როგორ შემოიჭრა შემდეგი მეორე დონე თქვენს ცხოვრებაში, ხო? ამიტომ აი დაფიქრდით თუ გეცნობათ, ან შეიძლება თქვენ ახლობლებში გეცნობათ ვინმე არის ესეთი, ხო? კარგად დაფიქრდით. ესე იგი, წესების ან დამორჩილებელი, ან ნახე როგორ გავიგოთ, არსებობს საზოგადოებრივი წესები, კანონები, უკვე დადგენილი სწორი ამბები, რაც არის, რა არის ცუდი, რა არის კარგი, ხო? უკვე დაწესებულია, შენ ამას გამზადებული სახით გთავაზობენ, რომ აი შვილო, ეს არ გააკეთო, ბრწამსი, კანონები, რჯული, ყველაფერი, ეს არ გააკეთო, ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო, ეს გააკეთე. და შენ ამას იღებ და ასრულებ როგორც სრულ ჭეშმარიტებას ავტომატურად და აბსოლუტური გააზრების გარეშე. შენ რეალურად არ გესმის ეს რატომ არის სწორი, რატომ არის ეს ცუდი და ასე შემდეგ, ხო? არ გესმის, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ გაქვს და არც დაფიქრებულ ხარ, უბრალოდ ასრულებ ამას ამ ყველაფერს, ხო? კარგით. დამიწერეთ თუ გეცნობათ სხვა ადამიანებში მაინც ეს ეტაპი, ეს დონე განვითარების. მაგრამ სინამდვილეში ხვდებით ალბათ, ვინც მისმენთ, რომ ეს ეტაპი უნდა გაიაროს ადამიანმა, ყველა ვარიანტში აქ ვერ დარჩება და განვითარების შემდეგი საფეხური, საკმაოდ მტკივნეული საფეხური არის უკვე ნახეთ გარდატეხის კი, ნაცნობის მდგომარეობაო, მაგრამ დიახ, ნაცნობია ძალიან. ნახეთ, დამჯერობის ფაზიდან, როცა ბავშვი დამჯერობის ხანაში არის, გადადის აი 12-13 წლიდან პუბერტატის ასაკში რომ შედის და იწყება გარდატეხის ასაკი, ვიცით როგორი მტკივნეულია ეს ასაკი მშობლებისთვის, ხო? როგორი ნაცნობია ჩემთვის ეს სიტყვა, რომ თქვათ, დედა მეუბნება, რომ იცი რა, ჩემი შვილი ძალიან კარგი იყო, დამჯერდა უცებ შეიცვალა და გახდა საშინელი ბავშვი. ესე იგი, რაღაც ასაკიდან ბავშვი იცვლება, გარდატეხის ასაკში შედის და წინ გამოდის მისი ეგო. ეს არის მეორე ფაზა, ეს არის ამბოხის, შეწინააღმდეგების, დაპირისპირების, პირველობის, შენი თავის დამკვიდრების, გაკვეთრად გამოყატული ინდივიდუალიზმის, ეგოს და აი ამ ყველაფრის ერთად ფაზა. როგორც იქცევა გარდატეხაში მყოფი მოზარდი. რას აკეთებს მოზარდი? უპირისპირდება მშობლებს, უპირისპირდება წესებს, კანონებს, რასაც ის აქამდე ემორჩილებოდა, იმას აღარ ემორჩილება, ანგრევს კანონებს, ბორკილებს, იმსხვრევს, უპირისპირდება ავტორიტეტებს, დედას და მამას, აბსოლუტურად ცრუ და არაფრის მაქნისები არ გონია ისინი, რადგან რატო ნახე, ეგო ძლიერდება ამ დროს, ხვდებით, შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ მაგარი, შენიცი ყველაფერი, სულელები არიან ესენი, ხო? არავინ არაფერი არ იცის, შენიცი ყველაფერი და ნახეთ, ეს ფაზა უნდა დადგეს, მეგობრებო, ხო? იმ პირველი ფაზიდან რომ გამოხვიდე, უნდა გადახვიდე ამ ფაზაზე, ვერ გადახტები დონიდან განვითარების ერთი დონა მეორე დონეზე ვერ გადახტები.
ამიტომ ის რაც გარდატეხის ასაკში ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი მოცემულობა არ გვაქვს, ნორმალურად ითვლება, ნორმალურია და პირიქით უნდა იყოს კიდევაც და თუ ბავშვი რჩება დამჯერი ისევ, ხო, ეს უფრო საშიშია, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკი ან მერე მოვა 30 წლის და მერე დაიწყებს საშინელებების კეთებას, ან საერთოდ არ მოუვა. ხო? ამიტომ ჯობია რომ მოზარდს მოზარდის ცხოვრებაში დადგეს, ხო? თუმცა ნაკლები დიდი შეცდომებით, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება. ესე იგი, ეგოს ფაზა, ჩვენ ვიცით რომ ვიტყვით რომ მოზარდისთვის ეს ნორმალურია, მაგრამ ამ ფაზაში იჭედება, რჩება, ამ ფაზაში შედის ადამიანი შეიძლება დასრულიც კი, დასრულ ცხოვრებაში 20, 30, 40, 50, 60, 80 წლამდეც კი. არ ვიცი, ელო მოხუციც კი მერე შევიდეს და ან დარჩენილი იყოს ამ ფაზაში. ამბოხის წინააღმდეგობების პროტესტის, რომ ეს არასწორია, ეს არ მომწონს, ის ცუდია, არ ვარ დავანგრიოთ კანონები, ეს არის ფაზა ცრუ თავისუფლების, ოკეი? თავისუფლებას ხმარობენ. რატო? იმიტომ რომ იმ კანონებისგან, იმ დამჯერობისგან განთავისუფლების ფაზა არის. ამიტომ ადამიანი ბორკილებს ყრის და ასე ვთქვათ, თავისუფლად გრძნობს თავს, რომ აი მე ვარ. მაგრამ ეს თავისუფლება, ეს ამბოხი, ეს წინააღმდეგობა, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ეგოს. ეგ იცოდეთ. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის აღიარებას, პირველობას, რომ სხვებზე მაგარი ხარ, შეჯიბრება, სხვებზე მაგარი ხარ, სხვებზე უკეთესი ხარ, შეხარ ყველაზე კარგი, შეხარ ყველაზე უპირატესი, აი ამას ემსახურება რა. ეს არ არის რაღაცა თქვათ, როდესაც ადამიანი იბრძვის, რომ საზოგადო რაღაცა მოიტანოს, სასარგებლო ადამიანისთვის. არა, ეს არის საკუთარი თავზე ზრუნვა, საკუთარ ეგოზე, ხო? შეიძლება ამ დროს დაიწყოს ადამიანმა ძალიან ასე ვთქვათ, ერთი შეხედვის სწორი რაღაცების კეთებაც კი დაიწყოს, ხო? მაგრამ აი შეიძლება ვიღაცებს დაეხმაროს, იმას რაღაცა მისცეს, იქ კარგი გააკეთოს, იქ, მაგრამ ეგ ყველაფერი სარგებლის გამო ხდება. მიზანი არის ეს, რომ აი მე ვთქვათ, ეს დასრული ადამიანი როცა ამ ფაზაშია, აკეთებს ანუ საკუთარ ეგოს წარმოაჩენს, საკუთარ ძალაუფლებას, რომ თვითონ მაგარია, თვითონ ყველაზე ჭკვიანია, თვითონ ყველაზე არ ვიცი ლამაზია, აი ეს აქ ყველაზე ლამაზი, ნახე ლამაზი სახლი აქვს, ნახე ლამაზი ეს აქვს, ისე პირველობა უნდა, ხო? წარმოაჩინოს თავისთავი რაღაც ვიღაცას გაებრძოლოს, ვიღაცა დაამხოს, ვიღაცა გაანადგუროს, ხო? შეებრძოლოს და ეს ხდება შეიძლება ქველმოქმედებაც გააკეთოს, კარგი საქმეს გააკეთოს, მაგრამ ნახე, მნიშვნელოვანი, მხოლოდ და მხოლოდ ხდება სარგებლისთვის, ხო? ამას ეს აზრი უდევს, რომ კიდევ უფრო მეტად აღიარონ, კიდევ უფრო მეტად მისცენ მას, არ ვიცი, რაღაცა კარგი შეაქონ, მისი ეგო დაკმაყოფილდეს და ასე შემდეგ. როდესაც ეს ფაზა რჩება, კიდევ ერთხელ ვამბობს დასრულობის დროს, როცა ადამიანი 30 წლის არის, 40 წლის არის, ისევ ილაშქრებს თავისი მშობლების წინააღმდეგ, თქვენ მტყუვნები თუ რაღაცა არ ხართ მართლები, ან სადღაც არის, არ ვიცი, აი რაღაცა კოლექტივშია და ამ კოლექტივის მიმართ აქვს შეწინააღმდეგება, მაგრამ რისთვის არ აქვს, აი მის შეწინააღმდეგებას არ აქვს რაღაც ფასეული მიზანი, არამედ მხოლოდ თავის დამკვიდრება, როგორც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ ფასეული მიზანი გქონდეს. მხოლოდ თავისი თავის დამკვიდრება არის ხოლმე მათ მთავარი, ხო? და ის რომ აი სხვა ხალხმა ის გააკეთოს, რაც მას უნდა. აი ესეთი ძალიან ესეთი სურვილი, ასე ვთქვათ, ხო? ამბოხი და ამბოხი, ასე ვთქვათ, შეწინააღმდეგება, ეგო, გაძლიერება, ფსევდო თავისუფლება. რასაც უნდა იტყვის, კანონებს არღვევს, იგინება, თუ უნდა ილანძღება, გამომწვევად ჩაიცმევს, ტატუებს გაიკეთებს, ეს, ნახეთ, ბევრი, ასე ვთქვათ,
გამოხატული რაღაც შეიძლება მოხდეს ამ დროს ადამიანის ცხოვრებაში. ანი მოგესალმები, რატომ არ მიგდებს შენს ლაივებს? არ ვიცი, ნუკა, რა გითხრათ. ნახეთ, ეს ფაზა აუცილებლად გასავლელია, ეს ამბოხის ფაზა, ესე უარყოფითად არ შეხედოთ, კარგი ფაზაა, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა დაანგრიოს ის წესები, რასაც მას გამზადებულ წესებს თავაზობენ. შენ ეს უნდა გაიარო, ანუ დამჯერობის ასაკში თუ ხარ, ეხლა ასაკში კი არა, დონეზე თუ ხარ, ადამიანი განვითარების ამ დონეზე. შენ ეხლა გჭირდება, რომ პირიქით გაილაშქრო, მათ წინააღმდეგ, ვისაც უჯერებ, იმ კანონების წინააღმდეგ, რასაც იჯერებ. არის ხოლმე, აი მაგალითად რელიგიურად ვიტყვი რა, აი რელიგია თუ ჩვენ გვზდიან ხო, რა თქმა უნდა ქრისტიანებად და ვუჯერებთ ამ კანონებს, მაგრამ მე მოზარდის ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში შემოდის კითხვები, რატომ ეს რატო ასწორი და უპირისპირდება, ხო? რელიგიას უპირისპირდება. ხო, იმიტომ რომ რაღაცები არ ესმის, რაღაცები ვერ დაუკმაყოფილეს კითხვები, პროტესტი აქვს, ბრაზდება, იძულებს ვიღაც მამაოს, ხო? და აი ეს ამბოხი და ეს რაღაც დაუკმაყოფილებლობა და ასე შემდეგ არის ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ძალიან სასარგებლო ფაზა, მაგრამ არ უნდა იყოს მუდმივად გაგრძელებული ცხოვრების მანძილზე და დიდ ასაკში, ოკეი? ანუ ეს ფაზა, თუმცა თუ დამჯერობის დონეზე, განვითარების დონეზე ხარ, ეს ფაზა უნდა გაიარო, რომ შემდეგ დონეზე გადახვიდე. კიდევ ერთხელ კითხვა ახლა, რამდენად გესმით, რაზეც საუბრობ? მინდა გითხრათ, რომ ეს ახლა მე ძალიან გამძაფრებულად მოვყევი ამ ფაზაზე, მაგრამ უამრავი ადამიანი, ნუ არ ვიცი, ალბათ 70% ამ ფაზაში იმყოფება. სწორედაც ეს ფაზა არის ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, სტატისტიკურად ესეა, ხო? განვითარების ეს დონე. ამიტომ დააკვირდით აბა თქვენ ცხოვრებას შეიძლება რადიკალურად ამ ფაზაში იყო, შეიძლება უკვე გარდამავლად იყო, ხო? მაგრამ ეს ფაზა მაინც შენ ცხოვრებაში აი მკვეთრად იყოს, ასე ვთქვათ, აი კამათის მოყვარულიო, აჯობო. აი ხო არის ხოლმე ესეთი მომენტი ყოველს გქონია, რომ აი კამათში გინდა რომ შენ გაიმარჯო, შენ ახარ გამარჯვებული და აი ერთვები მთელი შენი არსებით და დაამარცხვის, ეს არის ზუსტად ეს ფაზა. ხო, კამათში ჩართვა და აი გამარჯვება და ეგოს დაკმაყოფილება, მე რომ შენ გაიმარჯვე, ხო, ეს ფაზაა. ოკეი? ამიტომ დააკვირდით თქვენს სხვისი არაღიარება, არ აღიარებს სხვა ადამიანს, შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ მაგარი, ოკეი? და თუ უკან იხევან, თუ რამე კარგს აკეთებ, ამასაც ქვეს საფუძველი უდევს. ხო? ოკეი, მაგრამ ეს ფაზა მნიშვნელოვანია, რომ ძალა მოიკრიბოს ადამიანმა, შეეწინააღმდეგოს წესებს, დადგმულ პარამეტრებს და გახდეს ინდივიდუალური. ხო? მაგრამ უყურეთ, როცა ამ ფაზას, ამ განვითარების ამ დონეს ადამიანი გაივლის, ჯანსაღად, კარგად, ასე ვთქვათ, მიიღებს სარგებელს ამ დონიდან და ამოწურავს თავის თავს აი ამ დონეზე, უკვე ხვდება, რომ აი რაღაცა მეტია საჭირო. რაღაცა შეჯიბრება არც ისე კარგი რამე არ არის, ხო? სხვას კამათში შეხვიდე, უკვე აღარ გინდა გეზარება. შენ თავი აღარ მიგაჩნია რაღაცა განსაკუთრებულ არსებად. აღარ ესწრაფი, რომ შენი ეგო დაიკმაყოფილო, იმიტომ რომ არც ისეთი სიამოვნება ამას არ მოაქვს რეალურად და ბედნიერება, ხო? ასე რომ აი რაღაცა ბუნებრივად ამის შემდეგ კარგია. ანუ ეს არ არის ბოლო ფაზა რა, ბრძოლა და ამბოხი არ არის ბოლო დონე განვითარების. ხო? ზოგს ადამიანს ესე გონია. ამის შემდგომი ფაზა არის უკვე მესამე დონე, ვთქვათ, ხო? უკვე გადადიხარ შენივე ჩამოყალიბებული წესრიგის დონეზე. ანუ უკვე შენვე ხვდები, რომ ყველაფრის შეწინააღმდეგება, ყველაფრის უარყოფა სულაც არ არის სწორი,
და ზუსტადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წესები და კანონები გქონდეს ადამიანებს. მიხვდება ადამიანი, რომ საჭიროა, რომ მას გქონდეს წესრიგის განცდა, საზოგადოების წევრი რომ იყო, ძალიან საჭიროა და რომ იყო სასარგებლო წევრი, ხო? დაიცვა წესები, კანონები, უნდა იყო კანონმორჩილი, თუმცა ეს პირველ დონეს კი არ გავს, როდესაც აი ბრმად ემორჩილები კანონს. არა, ეხლა უკვე რო ეს ორი ფაზა გაიარე და მესამე ფაზაში აღმოჩნდი, უკვე შენივე გონებით, შენივე ცნობიერებით ხვდები, რომ ის კანონი, რაღაცა კანონი სწორია. ანუ შენვე მიხვდი, აზრს ჩაწვდი იმ კანონის აზრს. ხო? ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველ დონეზე აზრს ვერ წვდება ადამიანი, რატომ უნდა ემორჩილებოდეს კანონს. მესამე დონეზე უკვე ის ხვდება, რატომაც არის ეს კანონი საჭირო. გარდა საზოგადოებრივი კანონებისა, თავის პირად კანონებს აწესებს ადამიანი, ხო? ასევე რელიგიის კუთხით თქვათ, თვითონვე ხვდება, თუ რატომ უნდა გააკეთოს ის რაღაცა, რასაც ეუბნებოდნენ, გამზადებულად ეუბნებოდნენ და მე რაღაც ამბოხი გაუკეთე, მაგრამ ეხლა უკვე შენვე მიხვდი, ხო? იაზროვნე და დაფიქრდი და ხო, მართალია და შენვე შემოგაგ წესები, კულტურა შემოდის, ერთგვარი და ძალიან ასე ვთქვათ, სიმყარე შემოდის, მყარად დგომა შემოდის, ხო? აღარ ხარ აფექტური, არამედ პირიქით, კარგი წევრი ხარ საზოგადოების, ასე ვთქვათ და ხვდები, რომ შენ საზოგადოების, ანუ შენ კი არა ხარ ყველაზე მაგარი და კარგი. არა, საზოგადოება ერთად მუშაობთ, გუნდური მუშაობა მიდის, კარგად უნდა გაკეთდეს საქმე, ხო? და უნდა ემორჩილებოდეთ იმ შიდა წესებს, პირად წესებს, ის კულტურას, სადაც ხარ, იმ კანონებს, რაც არსებობს, თუ გინდ ქვეყანაში კანონგარეშე კი არ ხარ, ხო? არამედ ემსახურები, ანუ შენი ეგო ერთგვარად დაბლა უკვე იწევს, ხო, შემოდის უკვე კულტურა, ასე რომ ვთქვათ, ხო? აბა დაფიქრდით, ეხლა ვინ იმყოფებით აი ამ უკვე მესამე განვითარების დონეზე, სადაც საზოგადოებრივი წესრიგი, მაგალითად ნაგავი რომ არ უნდა დაყარო გარეთ, ხო? იმიტომ კი რომ ეს წესია და არ გააკეთებ და დაგსჯიან, დასჯის შიშით კი არა, არ გააკეთებ, აი მეორე დონეზე დასჯის შიშით არ გააკეთებს ადამიანი. პირველ დონეზე, იმიტომ რომ ეს წესია და დამთავრდა, ხო? მესამე დონეზე, იმიტომ არ დააგდებს ადამიანი, რომ ხვდება, რომ ის ქუჩა მისიც არის, ხალხის არის და არ უნდა დაუგდოს, არ უნდა გაუფუჭოს ადამიანს, ხო? აი განწყობა, არ უნდა არიოს რაღაც საზოგადოება, სადაც არის თავისი ეგოს გამო, თავისი სურვილების გამო, ხო? რომ საზოგადოებამ როგორც მას უნდა იგრე არ უნდა იქცეოდეს, პირიქით, ხო? აი ამ თემში, ამ ხალხში უნდა გაწევრიანდე და პირიქით სარგებელი მოუტანო და აი საზოგადოების ნაწილი უნდა გახდე. ეს სიმყარეს გაძლევს ერთგვარად. ეხლა ვინც მისმენ, დაფიქრდით, აბა, ვინ ხართ ამ დონეზე, ან როგორ ცნობთ ამ დონეს, ეს არ არის ესეც ბევრი ადამიანი არ არის ამ ფაზაზე, მინდა გითხრათ. განსაკუთრებით საქართველოში, მოდი ესე ვიტყვი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოში არის, არ ვიცი, აი ძალიან იშვიათი, მოდი ვიტყვი, ხო? ხო, იმიტომ რომ ერთმა არ ხდება ერთმანეთის გათვალისწინება რა. გათვალისწინება მეზობლის, არ ვიცი, შენს გვერდზე მდგომის, ხო? იმ ხალხის წესების, კანონების, არა, ყველა ცდილობს რომ გადაუსწროს, თვითონ აიღოს, აი ჯერ ისე რაღაცა მოპოვების და ბრძოლის და იმიტომ რომ თვით გადარჩენის და რაღაც იმიტომ რომ არ არის ძლიერი ქვეყანა, არ არის ასე ვთქვათ ფინანსურად უზრუნველყოფილი, ასე თუ ისე ძლიერად მყოფი ხალხი და ამიტომ ინდივიდუალური დამკვიდრება არის ჩვენს ქვეყანაში, ხო, იმ უფრო მეორე დონე არის რა. და პირველი დონეც, დამჯერობის დონეც ძალიან ბევრი და მეორე დონეც ინდივიდუალური მე მქონდეს, თავარია სულ არ მაინტერესებს, ხო, იქით რა ხდება.
გარეთ დავყრით, ჩემს სახლს დავალაგებ თუ რაღაც ეგეთი. ოკეი? ხო, და მესამე დონე არის უკვე აი ეს. ნახე, მარიამი გვიწევს 29 წლის ასაკში ეს დონეა ჩემიო. ხო? აი ფანტასტიკურია რა. ნახე, ეს უკვე დასრული ადამიანის დონეა. ამ დონეზე იშვიათი მოზარდი იმყოფება, მინდა ვთქვა, მაგრამ იმყოფებიან მოზარდებიც მინახია, რომ აი ესეთი ცნობიერების ამ განვითარების დონეზე არიან, რომ უკვე საზოგადოებაზე ფიქრობენ და კარგი წევრები არიან საზოგადოების, მაგრამ ადრე გაიარეს რა, ანუ ასტრაფად და ადრე გარდატეხის ასაკი, ის უნდა გაიარონ რა, ეს ეგოს ასაკი უნდა გაიაროს ყველამ, ხო? ოკეი? და გესმით აი ეს მესამე დონე რაც არის, ერთგვარი შინაგანი პასუხისმგებლობის ფაზა დონე, მაგრამ ესეც ერთ-ერთი დონეა და ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მოდიოდეს შემდეგი ფაზა. ვინც ამ დონეზე არის, განვითარების ამ დონეზე უკვე ძალიან კარგია. განსაკუთრებით 29 წლის ასაკში, აგერ გვიწერს ადამიანი, მაგრამ ნახეთ რა ხდება, შეიძლება ამ ფაზაშიც გაჩერდეს ადამიანი უბრალოდ. გაიყინოს და ეგ არის ადამიანი, რომელიც კანონმორჩილია, კარგი ადამიანია, წესიერია, ასე თუ ისე საზოგადოებაში თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ კარგი მოქალაქეა რა, მაგრამ აი ამ დონეზე რჩება, კარგი მოქალაქის დონეზე რჩება. არაფერი რაღაცა ამაზე მეტი არ ხდება, ასე ვთქვათ, ხო? აი ერთგვარი რაღაცა საშუალოდ არც ცუდი არ არის, არც განსაკუთრებულად კარგი არ არის, საშუალო დონის, აი განვითარების დონის ადამიანია, ასე რომ ვთქვათ, ხო? და მინდა ვთქვა, რომ ვამბობთ, რომ ევროპა, აი იქ ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ დონეზე იმყოფება, იმიტომ რომ თვითონ ქვეყანა, ეკონომიკა, თვითონ ქვეყნის დონე არის, მაგრამ იმიტომ რომ ადამიანები ამას იყვებიან, ასე ვთქვათ, ხო? და მოკლედ ეს მესამე განვითარების დონე გვაქვს და თუმცა ამის სულ ამაზე ვერ გაჩერდები, ეს არის საშუალო დონე, კარგი, ოკეი, მაგრამ ამის შემდეგ ახლა რა ხდება, ნახეთ? ამის შემდეგ უკვე ადამიანი რომ ჩაჯექი წესებში ნორმალურად ცხოვრობ, კარგად ყველაფერს ასე თუ ისე ითვალისწინებს საზოგადოებას, ხალხს, ხო? მე ნახეთ რა ხდება, იწყება უკვე სურვილი, შინაგანი და აი მეოთხე დონე არის უკვე შინაგანი სურვილი უკვე, რომ მე ესე ვეძახი, აი მიზნების დასახვის, მიღწევის ფაზა. ანუ ადამიანი უკვე კი, საზოგადოებაში მოგაგშენი, კანონს ემორჩილები და კარგი წევრი ხარ, თუმცა გინდება უკვე რაღაცა შენი ეგოში რო ეგოს ფაზაში, აი მეორე დონეზე რო არის, რომ ეგოსთვის და პატივმოყვარეობისთვის კი არა. არამედ შენთვის აი ნატურალური კარგი სურვილები გიჩნდება, მიზნები, რომ მიაღწიო, რაღაცა დათესო, რაღაცა კარგი მოიტანო, შენს ნიჭებს ამჩნევ, რომ ბუნებრივად რომ დაიბადე, რაღაც ნიჭები მოგეცა, რომ შეგიძლია ეგენი განახორციელო და მიიღო აი რაღაცა კარგი მოიტანო საკუთარი თავისთვის, დათესო, ასე ვთქვათ და აი დატოვო საზოგადოებაში რაღაცა კარგი, რაღაცა ინდივიდუალური შენი სიტყვა, თქვა. არა პატივმოყვარეობისთვის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის, ასე ვთქვათ და ამ ნიჭების უპატივცემულობა რომ არ გააკეთო, რაც გაქვს, აი ამისთვის, ასე ვთქვათ რა. ნახე, ანუ იწყება მეოთხე განვითარების დონე არის სურვილი, რომ უკვე შენი სიტყვა თქვა, მიაღწიო მიზნებს და ეს არის უკვე ძალიან დიდი შრომის და ძალისხმევის დონე. ამ დონეზე ვერ გადახვალთ,
თუ შრომა და ძალისხმევა არ ჩადე. ხო? უსაქმური, უზრუნველი ადამიანი ამ დონეზე ვერ გადავა, ფიზიკურად ვერ მოხდება. ხო? ესე იგი, ბევრი შრომა, ჯაფა, შენი ენერგია, ხო? კარგი შრომა, იმიტომ რომ კარგ რაღაცას ემსახურები, კარგ მიზანს, აი უმიზნო შრომა არ არის ეს. ხვდებით, აი პირველ ფაზაში, მორჩილების ფაზაში, აი უმიზნო შრომა იყოს, ბევრი ჯაფა, აი უაზრო და არაფრის მომტანი, არ მოაქვს ამას სიმდიდრე, ხო? ყველანაირი გაგებით. არა, ეს არის მიზანმიმართული შრომა და ჯაფა. შეიძლება გაღებული მსხვერპლიც კი, ოღონდ მიზანმიმართული შენი მიზნისთვის და ეს ფაზა არის მიზნების მიღწევით. აი უკვე მიაღწია ადამიანი და იწყება ამ სურვილით, იწყება შრომით, მოქმედებით აუცილებლად. აქ ვერავინ გადაგიყვანს ამ ფაზაზე, დედა და მამა ვერ გადაგიყვანს, ხო, რო გიყიდიან იქ რაღაც ზვირიან მანქანას ამ ფაზაზე ვერ გადახვალ. ეს არის ნამდვილი წარმატებული ადამიანის ფაზა, რომელმაც მიაღწია მიზნებს, ცხოვრების გარკვეული დონე შეიქმნა, რომელიც შეიძლება სხვას არ კონდეს, ხო? რაღაცა იმაზე მეტი აქვს, ხვდებით, ვიდრე სხვა ადამიანს, ხო? იმაზე მეტი გამოდის, იმიტომ რომ თავის რეალიზების ფაზა არის. აი შენ თავს რეალიზებას უკეთებ, შენს ნიჭებს, შენს შესაძლებლობებს, შენს გონებას, ხო? და შესაბამისად, რომ შენ თავს რომ ვინც ხარ, იმას რეალიზებას უკეთებ, აუცილებლად წარმატებას იღებ, ხო? და ეს წარმატება არის ნამდვილი, ამით ტკბები, ხალხი გაღიარებს, რომ შენ მართლაც წარმატებული ადამიანი ხარ. შეიძლება მეორე ეტაპზე მყოფი, აი ეგოს ეტაპზე მყოფიც იყოს წარმატებული, ხო, კონდეს დიდარი რაღაცა სახლები, რაღაც სადღაც კონდეს აღიარება, მაგრამ ნახეთ, ეს არის აი ტრიპაჩი, ეს არის ეგოს ადამიანი, გაფხორილი, გაფხენზილი, არ ვიცი, ხო? ისეთი ან ძალით ვითომ მოაჩვენებს თავს, რომ ვითომ თავს ხრის, ანუ ნახე, ეს მებრძოლი ადამიანია ეგოს განვითარების დონეზე მყოფი და ის იბრძვის, ის სხვებს წირავს, ხო? ამიტომ შეიძლება მიიღოს კიდევაც გარკვეული წინსვლა, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის ფსევდო, ეს არის სარგებლისთვის მიღებული კარგი საქმეები და ეს არის აი თვალს რომ მოგჭრის, რომ მოგატყუებს, აი ესეთი შეფარული მდგომარეობა. ეს მეორე უკვე ნამდვილი წარმატება არის, არ ვიცი, წერალმა დაწერა წიგნი და მართლა კარგი და აი აღიარება მოიპოვა ამით, ხო, არ ვიცი, კარგი რაღაცა ავიღოთ მეცნიერმა, შექმნა რაღაც ნაშრომი და მიიღო წარმატება, ხო? და ასე და ადვოკატი მაგალითად იურისტი, რომელიც აი მართლა დაიმკვიდრებს თავის ადგილს და მართლა ფასეულ რაღაცებს გააკეთებს და მყარი ადგილი აქვს და მიაღწევს წარმატებას და ეს შენი დონე იცვლება, შენი მიზნები მიღწეულია გარკვეულ დონეზე, ხო? და შენ როგორ არის იცი, აი ნამდვილი შრომა გასწი, ამიტომ აფასებ ამას ძალიან მოგწონს შენი გაწეული შრომა და აფასებ რა შენ თავს და იღებ ამ ყველაფერს და ხალხიც გაღიარებს და მოკლედ. ეს არის ჩვენი საყვარელი მეოთხე განვითარების დონე. ეხლა რამდენი ხართ ამ ფაზაში და ამ დონეზე მაინტერესებს? შეიძლება დასაწყისში იყოთ, ხო? შეიძლება უკვე ვიღაცას და ამ ფაზაში და ყვავის, ასე ვთქვათ. მესამე მეოთხეში ვარო, ხო, აი, მესამედან გადადიხარ მეოთხეში, ხო, აი, სიგიდე უკვე ანუ ფეხს იკიდებ რა, აი, ფეხი როგორ მოიკიდო ამ მეოთხე, ბოლომდე ყველაფერი ამოწორო და შრომის და იცოდეთ, აი, მეოთხე ფაზაში რომ გადახვიდეთ, შრომის გარეშე კარგი მიზნების, შენი თავის მიღების, შენი ნიჭების აღიარების გარეშე ამ ფაზაზე ვერ გადახვალ, ხო? და სხვისი უპოტენციალების, სხვისი დაჩაგვრით, კანონის დარღვევით ვერ გადახვალ, ხო? ამას თავისი წესები აქვს. ასე ვთქვათ, ყველა ფაზაზე გადასვლას თავისი წესები და უნარები სჭირდება. რასაც თუ არ გაივლი,
ვერ გადაფრინდები, ასე ვთქვათ, ვერ ჩავარდები და დარჩები განვითარების პირველ, მეორე, მესამე ფაზაში. ეს მეოთხე ფაზა ძალიან კარგია, მაგრამ ამის შემდეგაც არის კიდევ მეხუთე ფაზა, განვითარების მეხუთე დონე. ნახევრებსაც უკვე ადამიანი წარმატებული გახდა, მიიღო აღიარება, გააკეთა ის თავისი თავისთვის, თავისი ოჯახისთვის, ხო, გააკეთა ბევრი რამე, იშრომა, მოიმკა, სიამოვნებაც მიიღო, ბედნიერია, კარგად არის, ხო? ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად, უყურებთ ეს ყველაფერი მოიმკე, მოდის უკვე სურვილი, რომ აი ეს შენი სიამენი და ეს შენი კარგი რაღაცები გაუზიარო სხვა ადამიანებს. ანუ მოდის მეხუთე განვითარების მეხუთე დონე, რომელსაც შეიძლება მე ვეძახი და შეიძლება დაუძახოთ ესე ნამდვილი გულწრფელი გაზიარების და ქველმოქმედების დონე. ეს არ არის შიშისგან გამოწვეული ქველმოქმედება, ან ეგოს გამო, რომ მე იქიდან ისინი მიიღო უკან სარგებლები, ხო? არა, ეს არის ნამდვილი გაზიარების დონე. ნახეთ, ადამიანი ვერ გააზიარებს, ვერ იქნება ქველმოქმედი, თუ თვითონ მას ის არის დანაკლისში, ხო? თუ თვითონ არის საქველმოქმედო, თუ თვითონ ის არის დასახმარებელი, ხო? ვერ გააკეთებ. რა თქმა უნდა, შეიძლება გააკეთო, მაგრამ გულის სიღრმეში რომ დაჩიჩქნო შენი თავი, ნამდვილი ქველმოქმედება ეს არ იქნება, ნამდვილი გულწრფელი, იმიტომ რომ შენ უკვე შენ თავზე უნდა, აი არაცნობიერი ეგოისტია მაინც რა, ხვდები, ის უხოდ მეა, აი ადამიანი ამ მეს რომ გაიმარჯვებს და მე რომ უკვე მართლა თავის თავს აი ზემეს, ასე ვთქვათ, ზეცნობიერს რომ დააკმაყოფილებს და მე რომ ეს ყველაფერი აქ, მე უკვე შეიძლება მას გასცეს, იმიტომ რომ უხვად აქ. უხვი აქ და უნდება სურვილი რომ სხვასაც ასარგებლოს, სხვასაც მოუტანოს სარგებელი, არ ვიცი, ცნობიერება აუმაღლოს, რაღაცა გაუნაწილოს, ხო? აი ესეთი ფაზა არის, აი ხელგაშლილობის სიკეთის, თუმცა არა ბრმა და სულელური სიკეთის, არა, ჭკვიანური ნამდვილი სიკეთის, ნამდვილი აი ესეთი ფაზაა რა, აი შეიძლება დავარქვათ აი ილია ჭავჭავაძე მაგათაც შეიძლება რომ იყო ამ ფაზაში, ხო? შეიძლება, ხო? ისე, აი, ნახე, იყო ანუ წესრიგი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი, თავისი წარმატება მიღწეული ქონდა და უკვე იყო ამ თავისი წარმატების, თავისი ცოდნის გამზიარებელი და დიდი სარგებლის მომტანი ადამიანი, ხო? საზოგადოებისთვის, ხო? აი უკვე აი განვითარების ამ მეხუთე ფაზაში იმყოფებოდა, ანუ არ ვიცი, ჩემი ხედვით, ყოველ შემთხვევაში შეიძლება საგამართოა, ხო? და აი ეს ფაზა უკვე რომელიც პატარა ასაკში, ნუა, როგორც წესი, არ არის ხოლმე, ეს უკვე მერე მოდის წლებთან ერთად, იმიტომ რომ თვითონ ამ განვითარების დონეს თავისი დრო სჭირდება, ხო და არა, ცოტა დრო არ სჭირდება, შეიძლება. და საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდეს, თუმცა ესეც არ არის ბოლო განვითარების დონე. ამის შემდეგ უკვე შენ რომ ეს ყველაფერი გაიარე და ასეთი ცოდნები მიიღე, გააზიარე, უკვე განვითარების ყველა დონეს მყოფ ადამიანებს უკვე გამოიცნობ, იცი ეგ ადამიანები ვინ არიან, რა დონეზე არიან, ხო, ცნობ ცხოვრებას, ხო? ნახე, აი გადადიხარ შემდეგ ფაზაში, რომელიც არის აი ერთგვარი მოკლედ შევეხები, ხო, ამას, ანუ შენი თავის გაცნობის, საკუთარი არსის გაცნობის, აი სიბრძნის ფაზა, ანუ შენ იმდენი გაიარე, რომ და ისეთი განვითარების დონები გაიარე, რომ საბოლოოდ სიბრძნე გეძლევა. უკვე სიბრძნე, ანუ ეს არის უკვე ბრძენი ადამიანი, რომელიც იყურება ბრძენი თვალებით, რომელსაც უკვე აქ გავლილი, ასე ვთქვათ, ცხოვრება
მოუვიდა მას როგორც საჩუქრად ეს სიბრძნე, ცხოვრების აზრს ეძებს, თავის ნამდვილ სიღრმეებს იპყრობს, ხო? და ეს არის როგორი ადამიანი, იცით, რომ შენ ყოველთვის ემსახურები, ესეთი ადამიანი ემსახურება სიმართლეს, ხო? ესეთი ადამიანი იმისთვის, რომ სხვას ასიამოვნოს, არ დაეთანხმება, არ გაჩუმდება, ის ყოველთვის იტყვის სიმართლეს. კი არ იბრძოლებს ეგოს განვითარებაზე და იმიტომ რომ პატივმოყვარეობა და შეაქონ. არა, იმიტომ რომ თავის თავს არ ღალატობს და სიმართლე თქვენ რომელ დონეზე იმყოფებით ანაო. მე ვფიქრობ, რომ მესამე და მეოთხე დონეზე, აი ესე რა, ჩემ თავს ესე ვეტყოდი. და ხო, რას ვამბობდი? ანუ ნახეთ, ეს სიმართლე არის არასუბიექტური სიმართლე. მე ესე ეგო როგორ არის? ეგო სიმართლეს ამტკიცებს და მიყვება, მაგრამ ეგოს დონეზე, ან მეორე განვითარების დონეზე ამტკიცებ, იმიტომ რომ შენ ეგრე გინდა, იმიტომ რომ მე ვარ მაგარი, იმიტომ რომ მე ვიცი, მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, შენ არასწორი ხარ, ხო, აი ეს მექანიზმია. აქ უკვე შენი პირადი ის არ არის, შენ უკვე თითქოს ობიექტური სიმართლე გეძლევა და შენ არ ღალატობ ამას, შენ თავს არ ღალატობ და არ გაჩუმდები, როგორც პირველ დონეზე მყოფი რომ გაჩუმდება, დადუმდება, არა, შენ აუცილებლად სიმართლეს იტყვი, არ ბრძოლობ ამის ამბობს კი არა ამხობ, ან ამცირებ, არა, და აი თითქოს მარტოსულობის ფაზაც კი არის, იმიტომ რომ ბევრი ვერ გაუგებს ამ განვითარების დონის ამ ადამიანს და შეიძლება ხისტიც კი იყოს ესეთი ადამიანი, უხეშიც კი მოგეჩვენოთ, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ შიშველია, ხო, სიმართლისთვის, თავისი თავისთვის და ეს არის ნამდვილი თავისუფლების ფაზა. თავისუფლების ფაზა, ასე ვთქვათ, რა ქვია ამ სიტყვას, პირფერობის და გათვალისწინების და აი თვალის დახუჭვის და დუმილისგან ნაცკი განთავისუფლებული ადამიანი. ხო? ნატურალური ადამიანი, ბრძენი. ხო? ნამდვილი ბრძენი. ვისგანაც მართლა რაღაცას ისწავლი, ხო? შეიძლება გურუები არიან ესეთი ადამიანები და ამიტომაც დაარქვეს გურუ და სიბრძნე აქვს და აუცილებლად სიმართლეს საუბრობს, არ დაგეთანხმება, ხო? არ გაგიჩუმდება, ხო? აუცილებლად იტყვის და ის ატარებს, ასხივებს სიმართლეს. მასთან რომ რაღაც ტრაბახი დაიწყო, შენვე იგრძნობ უხერხულობას, ასე ვთქვათ. შეიძლება ვიღაც ადამიანი ნახევრად ამ ფაზაშიც კი არის გადასული და ძალიან ამის შემდეგ კიდევ არის, მაგრამ აღარ გადავალს, ანუ აქ დავრჩეთ უკვე ადამიანურ ფაზებში, ხო, განვითარების დონეებში. ხო? ამიტომ დააკვირდით, რომელ დონეზე ხართ. მოусმინეთ ამ ვიდეოს კიდე თავიდან და მიხვდებით, რომ აი რა მოქმედებები და რაზე მუშაობა გჭირდებათ, რომ შემდეგ საფეხურზე გადაინაცვლოთ, ხო? მაგალითად, ძალიან მოკლედ ვიტყვი, პირველი ფაზიდან რომ მეორეში გადახვიდეთ, ამჯერობის ფაზიდან, ასე ვთქვათ, ამბოხის ფაზაში, შენ წინააღმდეგობაზე უნდა წახვიდე, შენ ცუდი გოგო უნდა გახდე, შენ მეამბოხეც უნდა გახდე, ხო? დაანგრიო, შენი ბორკილები, შენი კანონები და ასე შემდეგ. მეორე ფაზაში თუ ვინმე ხართ, ამბოხის, ჯიუტობის, პირველობის ფაზაში, ეგოს ფაზაში, პატივმოყვარეობის ფაზაში, შენ შემდეგ დონეზე გადახვიდე და აქ არ გაიჩხირო, ხო? შენ უნდა ეს მერყევი ფაზა აქეთ იგი დახტი ხარ, ხო? შენ უნდა სიმყარე მოგინდეს, საზოგადოება, ერთად ყოფნა, რომ შენზე უფრო მეტი რაღაცაც არსებობს, ხო? და აი ამ კუთხით უნდა წახვიდე, აი ეგო დაინგრიო, ხო, უფრო თავდაბალი გახდე, სხვა ადამიანები გჭირდება, ვერასდროს ერთი ადამიანი ვერ იქნება, ვერ გააკეთებ ვერაფერს, აუცილებლად ვიღაცა უნდა დაგეხმაროს, ხო?
ამიტომ ერთად დგომა, წესები, კანონები, ყველგან არის, ყველა ოჯახს თავისი კანონი ჭირდება. შენ კი დაანგრიე დედა და მამის წესები, მაგრამ შენ რომ ოჯახს შექმნი, შენ ხო იქ შენი წესები უნდა შეიტანო, ხო? იქაც ხო რას დაანგრე, უკვე დაანგრეული წესები ხო არ არის. შენივე ოჯახი ხო შენ წესები უნდა შექმნა, ხო? ამიტომ წესების დადგენა და აი ეს კუთხეა, ხო? როდესაც ამ წესრიგის მესამე დონეზე ხარ და მეოთხეზე გინდა გადასვლა, უკვე შენი წარმატება, შენი ნიჭის გამოვლენა, აქ უკვე შენი უნდა იფიქრო შენს ინდივიდუალიზმზე, რა ტიპი ხარ და რა გინდა, რისი გაკეთება გინდა, სად მიაღწევ წარმატება, სად იწვი შენს სიტყვას, სად არის შენი ადგილი და ეს უნდა იპოვო და მეორე შრომა. ნახე, ადამიანებს აი ერთ-ერთი სპორტსმენის სიტყვებს უსმენთ, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები ყავი, ვინ აღწევსო, ვინ არისო წარმატებულიო, ხო? სპორტსმენები ამბობენ, რომ აი გამარჯვება პირველი ვინ ხდება, ხო? ნახე, თავიდან ყველა აღტკინებულია, თავიდან ყველა იწყებს საქმეს, ხო? შევარდება, მაგრამ ნახე, მე უმრავლესობა 90% იფუშება, ჩერდება და კვდება ეს ენთუზიაზმი. ის ინდივიდები, ის იშვიათ ადამიანს რჩება ის აღტკინება ბოლომდე გაჰყავს და იბრძვის. ეს არის ის, ვინ ჩემპიონი ხდება, ბოლომდე მიმწოლი ადამიანი, ხო? ესე იგი რა, და ის, ვინ შრომობს აი ამისთვის, რომ ბოლომდე მივიდეს. ვიღაცას ეს ჩამოყრეს უბრალოდ ფარხლას და დამთავრდა რა და ეს არა, ხო? ამიტომ რომ გადახვიდე მესამედან მეოთხე ფაზაზე, წარმატების ფაზამდე, შენი რეალიზების ფაზაზე, ხო? შენ იშრომო ამისთვის. შრომის გარეშე ესე მარტივი არაფერი არ არის რა, არ გაქვს. ხო? და მე აქედან უკვე ძალიან მე უკვე შემდეგი ფაზა რა არის, ხო, გაზიარების ფაზა და რა თქმა უნდა, ესეც მიგიყვანს აქამდე, რომ შენ უკვე კმაყოფილი ხარ. ამ კმაყოფილების დონიდან სხვასაც გინდა რომ ეს კმაყოფილება გაუზიარო, ხო? და მე ალბათ ბუნებრივად გადადიხარ დანარჩენ დონეზე აღარ ვიტყვი, ხო? ამიტომ დაფიქრდით ამაზე, თუ საინტერესო იყო, დამიწერეთ. რამე კითხვები თუ გაქვთ, ისიც დამიწერეთ, რა დონეზე თვლით რომ ხართ, იმყოფებით და რა გჭირდებათ, მოკლედ კითხვებიც გიპასუხებთ, გააზიარეთ ჩემი ვიდეო, თუ თქვენთვის ეს საინტერესოდ მოგეჩვენათ ჩემი საუბარი, ჩემთვის თქვენი მაძლიერება იქნება ის, რომ გააზიარებთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ნახოს სხვა ადამიანებმაც, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, მოიწონეთ ეს ვიდეო და მინიმუმი ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, მგონი ჯერ კიდევ დამჯერობის ფაზაში ვარო. არა, ეკა, ვერ დაგეთანხმებოდი. ხო. დიდი მადლობა რომ ისმენდით და დროებით.